აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრები ესტონეთის რესპუბლიკაში. ქართველი ესტონელები იდავირუმში აფხაზეთის ომს იხსენებენ. ჩვენ გვახსოვს, ამ სათაურებით სტატიები და რეპორტაჟები მომზადდა ტალინის ცნობილ მედია საშუალებებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლების ვიზიტთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ქართული სათვისტომოს მიწვევით და ესტონეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გვაძაბია ესტონეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ. მიზანი იყო ჩვენ ქართულ დიასპორასთან შეხვედრა, სადაც ძალიან ბევრი აფხაზეთიდან წასული ესტონელები ცხოვრობენ, ქართველები ცხოვრობენ, შერეული ოჯახები არის. და რა თქმა უნდა, გაცნობა სიტუაციის, ინფორმაციის გაცვლა და ასე, იმიტომ რომ ესტონეთი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნისა. ჩვენ ღებულობთ მონაწილეობად იმ საინფორმაციო ომში, რომელსაც აწარმოებს რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ და ჩვენ დანარჩენ საქართველოსთან ერთად, როგორც შეგვიძლია, ესე ვებრძვით მას. ჩვენ მოუყევით მართუხლართებზე აქ, რომელიც დღითიდღე აქეთ იწევს, აფხაზეთში რა მდგომარეობა, როგორია ქართული ენის სტატუსი, ვთქვათ, გალის რაიონში. ეს ყველაფერი მოუყევით, რა თქმა უნდა, ძალიან დაწვრილები, ძალიან ბევრ ისეთ ნიუანსი ჩავახედეთ, რომელიც მათთვის უცნობი იქნებოდა, იმიტომ რომ არ აქვთ ეს ინფორმაცია. და მოუწოდეთ, რომ მხარი დაუჭირონ დღევანდელ საქართველოს, იმიტომ რომ მათი კარგად ყოფნა, ჩვენი კარგად ყოფნა, ეს პირველ რიგში, იმიტომ რომ დიასპორებმა შეძლეს თავის დროზე ბევრი ქვეყნის გადარჩენა. გაიმართა შეხვედრები პარლამენტარებთან, ტალინის ტექნიკურ უნივერსიტეტში ქართულ სტუდენტებთან, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, რომლებიც სხვადასხვა დროს არიან წასული საქართველოდან. შეხვედრები იყო ტალინის ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი ითვლება მსოფლიოში, შედის რეიტინგულად ძალიან მაღალი ადგილი უჭირავს მას. შეხვედრა ჰქონდა იქ ქართულ სტუდენტებთან, სადაც 40-მდე სტუდენტი იყო მოსული ჩვენ შეხვედრაზე. შემდგომ, ესე იგი, შეხვედრა ჰქონდა, რა თქმა უნდა, ეს საელჩოს მეშვეობით ხდებოდა, საელჩოს გვერდში გვედგა ქალბატონი თეა ახვლედიანი. შეხვედრა ჰქონდა უკვე შემდგომ პარლამენტარებთან. იმ ჯგუფის წევრებთან, რომლებიც არიან საქართველოს მეგობრები, გავცვალეთ ინფორმაცია, გადავიცით გენოციდის მასალები, გადავიცით სხვა მასალები, რომლებიც შექმნილია ჩვენ წიაღში აქა. თვითონაც ბევრი საინტერესო ინფორმაცია გვითხრეს იმ მდგომარეობაზე, თუ რა მდგომარეობაც არის დღეს ევროპაში, ევროკავშირში და ასე შემდგომ. იქ არის სათვისტომო, ქართული სათვისტომო, სადაც არიან გაერთიანებული ყველა ეს ჩვენი ესტონელი მეგობრები. მერე იყო შეხვედრა ჩვენი თანამემამული, ჩვენი მეგობრის შვილი, კარგი ახალგაზრდა, რომელსაც დიდი ავტორიტეტი აქვს. ეს არის ყველაზე დიდი უნივერსიტეტი, ტალინის ტექნიკური უნივერსიტეტი, სადაც არჩილ ჩოჩია კითხულობს ლექციებს, არის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და მან მოაწყო შეხვედრა ყველა სტუდენტებთან, ვინც საქართველოსდან იყვნენ, ან ქართველები იყვნენ, ან ესტონელები. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს სათვისტომომ ქართულმა სახმა უმასპინძლა, რომლის ინიციატივით ქალაქ კივილში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისა და სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა გაიხსენეს 1992-93 წლის მოვლენები. პატივი მიაგეს ომში დაღუპულების ხსოვნას და მშვიდობიან აფხაზეთში ქართველთა და აფხაზთა, ასევე სხვადასხვა ეროვნების ადამიანთა თანაცხოვრების საინტერესო ეპიზოდებიც გაიხსენეს. განსაკუთრებულად ემოციური იყო შეხვედრები ქართულ-ესტონური ოჯახების წარმომადგენლებთან, რომლებიც აფხაზეთის ომის შემდეგ ესტონეთში, ძირითადად ქალაქ კივილში ცხოვრობენ. მათ შორის არიან გულირიფშის რაიონის სოფლებიდან, ესტონკიდან, ვლადიმიროვკიდან, ლინდიდან და სალმედან დევნილი ესტონელები. თავის მხრივ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეკრებილ საზოგადოებას აფხაზეთის ომის ამსახველი ვიდეო მასალა, დევნილობაში მოქმედი აფხაზეთის ხელისუფლების აქტივობები და დევნილი მოსახლეობის ამჟამინდელი ყოფა-ცხოვრება გააცნეს. უყურებდნენ და ტიროდნენ. იქ არის პიროვნება, ერთი გვარად არის გრიგოლია,
ჩამოიტანა თავისი სურათები და ამის გამოფენა იყო სადღაც 85 ეგზემპლარზე მეტი იყო გამოფენილი იქვე იმ დარბაზში, სადაც იყო შეხვედრა. სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოვიდნენ კივილში. კივილში არიან ეს უფრო მეტად. იქ ჩასახლება კომპაქტური მაშინ ომის პერიოდში გადაყვანილების მოხდა იმ ქალაქში. და კარგი შეხვედრა იყო. ესწრებოდა ქალაქ კივილის მერი ამ შეხვედრას. მოვყევით ესტონელების ადაწესზე ჩვენთან. მოვყევით მათ კულტურაზე, რომ ყოველთვის ედგნენ ქართველებს გვერდით. შერეული ოჯახები ვნახეთ, თქვა მაგალითად, ქარდავების ოჯახები, 4 ძმა არიან, რომლებიც წარმატებულები არიან ძალიან. მერი იყო ქალაქის, რომელიც ძალიან მჭიდრო კავშირშია ჩვენ დიასპორასთან, ქართულ დიასპორასთან იქ. და დიდ მადლობას უთვლის მათ სამუშაო ადგილების შექმნისათვის, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა შექმნეს საწარმოოები და ამუშავებენ როგორც ესე იგი საფხაზინდან წამოსულ მოსახლეობას, ისე ესტონელ მოსახლეობას, რა თქმა უნდა. რამდენიმე დღის წინ კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ესტონელ ქართველებს უმასპინძლეს. შეხვედრის მონაწილეებმა მსგავსი შეხვედრების აუცილებლობა აღნიშნეს და მასპინძლებმა სტუმრებს აფხაზეთის თემაზე შექმნილი წიგნი და საბავშვო ლიტერატურა გადასცეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ესტონეთში მცხოვრებ აფხაზეთის მკვიდრთა უმეტესობა დღეს უკვე ესტონეთის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული და თავის საქმეში წარმატებულებიც არიან. მიუხედავად ამისა, როგორც ისინი ამბობენ, აფხაზეთი ენატრებად და იქ მშვიდობიანი გზით დაბრუნების იმედსაც არ კარგავენ. 23-24 წლის უნახავი ადამიანები ვნახეთ. სულ მაგის ფიქრში არიან, როდის ჩავლენ საქართველოში, თავიანთ მიწა-წყალზე, აფხაზეთში. ყველას აწუხებს ნოსტალგია. ყველა ეს ესტონელია, ქართველი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ესტონელები ლაპარაკობენ, რომ ის არის ჩვენი სამშობლო, ჩვენ იქ დავიბადეთ, შვილები გავაჩინეთ, იქ ჩვენი მამები, პაპები იყვნენ და ასე შემდგომ. იმდენად თბილი შეხვედრა იყო, რომ ბევრი ადამიანის თვალებზე მეცრემლი ვნახე. და ჩვენც რა თქმა უნდა ძალიან ემოციურად დავიტვირთეთ.